გამარჯობა, მე ვარ გიორგი. დღეს მინდა გესაუბროთ ობიექტივიზმზე და ბიზნეს ეთიკაზე. პროფესიით ვარ მარკეტერი, თუმცა დაახლოებით 4 წელზე მეტია აინ რენდის ფილოსოფიასთან მეგობრობ და გაცნობის დღიდან დღემდე ერთი დღეც არ გასულა რეალურად, რომ რაღაც კონკრეტული სამუშაო არ მქონოდა რენდის მიმართულებით, გნებავთ აკადემიურ ჭრილში, გნებავთ არ აკადემიურ ჭრილში. რეალურად ჩემი ინტერესი რენდიდან დაიწყო მაშინ, როდესაც ვსწავლობდი სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე, რაც პოლიტიკის ნაწილსაც მოიცავდა და ძირითადად ჩემი და რენდის ურთიერთობა დაიწყო პოლიტიკური იდეოლოგიების ჭრილში, პოლიტიკური იდეოლოგიების კვლევის დროს, რითიც დაკავებული ვიყავი დაახლოებით 2 წელი. კლასიკური ლიბერალიზმის ქვეთავში წავაწყდი პირველად რენდს და შემდგომ უკვე დაიწყო ინტერესი მისი იდეების მიმართ და ბოლოს მოვედი აქამდე. კლასიკური ლიბერალიზმი და ობიექტივიზმი ცოტა ფართო თემა არის, რამდენად უნდა ეწეროს კლასიკური ლიბერალიზმის ქვეთავში ობიექტივიზმი და მასთან დაკავშირებული ავტორები ცალკე განსჯისაგანი, ამიტომ დღეს მაგას არ შევეხება, შემდგომ შეგვიძლია ვისაუბროთ. ხო, ბიზნეს ეთიკა რა კავშირში არის ამ ყველაფერთან. პოლიტიკური იდეოლოგიების კვლევის დროს კლასიკური ლიბერალიზმით ვიყავი დიდი ხანი დაინტერესებული. თავდაპირველად დავინტერესდი რაღაც შაბლონური ზოგადი პოლიტიკური სკოლებით და იდეებით, შემდგომ უკვე გადავედი ეკონომიკაზე და რეალურად ეკონომიკამ მოიტანა, კერძოდ მიკროეკონომიკამ, რომ მაქსიმალურად დავინტერესებული ვიყავი ბიზნესით, ბიზნეს იდეებით, ეთიკური კონცეფციებით ბიზნესში და შემდგომ უკვე გავაგრძელე სწავლა ბიზნეს ადმინისტრების მიმართულებით და დღესაც, ასე ვთქვათ, ჩემი აკადემიური საქმიანობა მაინც უკავშირდება კორელაციის პოვნას ზოგადად ობიექტივის და ბიზნეს ადმინისტრებას შორის. დღევანდელი ჩვენი სესია დაახლოებით შედგება ესეთი სტრუქტურისგან. თავიდან ვისაუბრებ ზოგადად ეთიკის რაობაზე, ოღონდ ამ ნაწილში შევეცდები, რომ კოლეგებს ბევრი რამე არ მოვპარო და თომაც ისაუბრა და დარჩი მას, უფრო ბიზნესის მიმართულებით ვისაუბრეთ. შემდგომ უკვე უშუალოდ ბიზნეს ეთიკაზე ჩავშლით. ობიექტივისტური ბიზნეს ეთიკის რაღაც დაშვებებს გავივლით ერთად და ბოლო ნაწილი გვექნება შედარებით ინტერაქციული. რეალურად case study მინდა რომ ამ ნაწილში გავაკეთოთ, სხვადასხვა 4 საკმაოდ ზოგადი кейსი მაქვს მოყვანილი, რომელიც ვფიქრობ, რომ კარგად დაგვეხმარება გავიაზროთ, სად არის ის აინ რენდის ღირებულებები ინტეგრირებული კონკრეტულად ბიზნეს ეთიკაში. ზოგადად რა არის ეთიკა? დათომ რამდენიმე საათის უკან საკმაოდ ასე ვთქვათ ღრმად ჩაშალა, რომ ფილოსოფიას აქვს რამდენიმე ბრენჩი, შტო ამ მიმართულება, როგორც ნებავთ ისე დავარქვით. ეს იყო მეტაფიზიკა, ეპისტემოლოგია, ეთიკა, ესთეტიკა და პოლიტიკა. ეთიკაც არის უბრალოდ ამ ბრენჩები აკეთებს რას ხო სხვადასხვა კონკრეტულ შეკითხვებს და შემდგომ უკვე სხვადასხვა ასე ვთქვათ თეორეტიკოსები ან ფილოსოფოსები ცდილობენ რომ ამ კითხვას მოარგონ პასუხი, იპოვონ პასუხი ამაზე და ზოგადად კონფლიქტი და დაპირისპირება სწორედ ამ ნაწილში იკვეთება. ეთიკაც თავისი კუთხით სვამს კონკრეტულ შეკითხვებს. მაგალითად, რა არის სწორი, რა არის არასწორი, როგორ უნდა მიიღონ ადამიანებმა გადაწყვეტილება, რა მიმართება უნდა დაიჭირონ ერთმანეთთან, რა არის ზოგადად მორალი, ზნეობა და როგორ გავლენა ასახავს კონკრეტული მორალი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ზოგადად ეთიკის ეს წვეტიანი კითხვები პირველად არისტოტელეს გაუჩნდა და ბევრი თეორეტიკოსი მიიჩნევს, რომ ეთიკის როგორც ფილოსოფიური ბრენჩის, ასე ვთქვათ, ფუძემდებელი გახლავთ სწორედ ძველბერძენი ფილოსოფოსი, რომელიც ჩემთვის საკმაოდ ავტორიტეტული ფიგურა, ისევე როგორც აინ რენდისთვის. უშუალოდ ბიზნეს ეთიკაზე რო ვისაუბროთ, ბიზნეს ეთიკაც პრინციპში სვამს იგივე კითხვებს, უფრო მიკროდონეზე და უფრო ბიზნეს ინტერაქციების ირგვლივ. მაგალითად, პირველი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რასაც სვამს, ზოგადად რა არის ბიზნესის მიზანი? რატომ აკეთებს კონკრეტული ინდივიდი ბიზნესს? რისი მიღება სურს ამ ინტერაქციით? საკმაოდ შაბლონური შეკითხვა ჩანს, თუმცა რეალურად ამ შეკითხვაზე ბევრი პასუხი არის და ამ ბევრ პასუხებს ასე ვთქვათ, სარჩული წამოღებული აქვს სხვადასხვა სკოლებიდან და ძირითადად ამ სკოლებში არის დაპირისპირება, რასაც ცოტა ხანში შევეხები. გარდა ამისა, სხვა კითხვები, რომელიც ახლავს ბიზნეს ეთიკას, არის ის, რომ დომინოს პრინციპით მიეწყობა ხოლმე იმ თავარ შეკითხვას, რაც ემსახურება ბიზნესი. აი მაგალითად, როგორი უნდა იყოს კორპორატიული მმართველობა, როგორი მიმართება უნდა იყოს თანამშრომლებს და მენეჯმენტს შორის, სოციალური პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს თუ არა საერთოდ კერძო კომპანიას.
არის თუ არა მორალურად ვალდებული, რომ მსგავსი პასუხისმგებლობა ჰქონდეს. რა მიმართება უნდა დაიჭიროს სხვა ბიზნესთან, მაგალითად ისეთთან, რომელიც რეალურად მის ზნეობრიობას არ ეთანხმება. რა მიმართება უნდა დაიჭიროს სახელმწიფოსთან. რეალურად ბიზნესი ტერმინოლოგიურად რო გავმარტოთ და უფრო პოლიტიკის მეცნიერების ჭრილში განვიხილოთ, ეს არის ეკონომიკური სისტემის კაპიტალიზმის მთავარი გნებავთ კატალიზატორი, გნებავთ ჭანჭიკი, გნებავთ რაღაც ინსტრუმენტი, ხო? რეალურად ბევრი კერძო ბიზნესის ერთმანეთში ინტერაქცია ქმნის ეკონომიკურ სისტემას, რომელსაც ქვია კაპიტალიზმი. ამაში შეიძლება თანამედროვე მოცემულობიდან გამომდინარე არ დამეთანხმოთ და ვიმსჯელოთ, რომ რეალურად სახელმწიფოს კრონისტული როლი განაპირობებს ცოტა სხვანაირ კონიუნქტურას, მაგრამ საერთო ჯამში კლასიკური და მშრალი განმარტება ბიზნესის ეგ გახლავთ და უბრალოდ განმარტება პოლიტიკის ჭრილში უფრო ეგ გახლავთ. რეალურად ბიზნესს ახასიათებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი საერთო ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში, რომ აქვს თავისი საკუთარი იერარქია. ეს იერარქია გულისხმობს შემდეგს, რომ არის კონკრეტული დაყოფა, ვერტიკალური პრინციპი, სადაც ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება მიდის ზემოდან ქვემოთ. ანუ მარტივი დაყოფა არსებობს, ზოგადად ტოპ მენეჯმენტი, დამფუძნებლები, შემდგომი ტოპ მენეჯერები, საშუალო რგოლის მენეჯერები, ეგრეთ წოდებული სრულის მენეჯერები და თანამშრომლები. რეალურად ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება არის ვერტიკალურად. ბიზნესი რეალურად არის ინსტრუმენტი დამფუძნებლის, რომელიც ატარებს საკუთარ ინტერესებს. სხვა შემთხვევაში სხვა აქტორები, რომლებიც ჩემ იერარქიულ ჩამართვლაში მოხდა, რა თქმა უნდა მოქმედებენ თავიანთი, ასე ვთქვათ, კერძო ინტერესებით. თუმცა აქ ვერტიკალური, ასე ვთქვათ, ბრძანების პრინციპი არსებობს, რომ მის ზემოთ დგომის იდეას მიმართებას ითვალისწინებს. ეს ისე მარტივად შაბლონურად რო ახსნათ. ზოგადად სესიის დასაწყისში ვახსენე რამდენიმე სკოლა, რომელიც სვამს შეკითხვას, რა არის ბიზნესის მთავარი მისია. ამაზე ორი ძირითადი მიმართულება არის, რომელიც მე-20 საუკუნეში გამოიკვეთა ძირითადად. ერთ-ერთი არის რასელ გრინის თეორია, შეიძლება იცოდეთ, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიზნესის მთავარი მისია გახლავთ სოციალური პასუხისმგებლობის აღება და რიგი, ასე ვთქვათ, პატერნალისტური ინტერაქციები. რაშიც იგულისხმება ის, რომ ბიზნესმა რაღაც უნდა შექმნას სოციალური პოლიტიკა, დააფინანსოს კონკრეტული, ასე ვთქვათ, მიმართულებები, ფული უნდა ჩადოს განათლებაში და ასე ვთქვათ, მზრუნველობითი როლი უნდა აიღოს. უნდა იზრუნოს რასთავარია ეკოლოგიაზე, ესეც მნიშვნელოვანი ნაწილი არის მათ. რეალურად ეს თეორია არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ, ასე ვთქვათ, მომხმარებლის პერსპექტივიდან, საზოგადოების პერსპექტივიდან. ეს თეორია გულისხმობს იმას, რომ მსგავსი, ასე ვთქვათ, პატერნალისტური ხედვა მისაღები არის სამავდროულად ბიზნესისთვისაც, იმიტომ რომ რაც უფრო თანაბრად იქნება დოვლათი გადანაწილებული საზოგადოებაში, მით უფრო მწყინდველობით უნარიანი იქნება მომხმარებელი და ბიზნესის სტაბილურად დააგენერებს თავის შემოსავალს. ანუ ამ კონკრეტულად გრინის თეორიაში ორივე მხარე ბიზნესის და მომხმარებელიც არის მოგებული. ნუ ამ თეორიას მე პირადად დიდი გულშემატკივარი არ ვარ ამ თეორიის. თვითონაც თეორიას რაღაცნაირი შეფუთული არის ლამაზად და მის პრაქტიკაში გადატანა და მისი, ასე ვთქვათ, ხორცის შესხმა დღემდე გამოწვევა არის ნებისმიერ ქვეყანაში. მეორე, რაც შეიძლება პრინციპში იცოდეს ბევრმა ყოფმა, არის მილტონ ფრიდმანის თეორია, ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებლის და საკმაოდ ძლიერი ეკონომისტის, რომლის მიდგომაც გახლავთ არა რაღაც მაინც და მაინც ეკონომიკურ ჭრილში განხილვა, არამედ თავისი ხელწერა აქვს, რომ აი მიკროდონეზე ბიზნესის რაობიდან გადის ეკონომიკაზე, ანუ მისი პირველი დაკვირვების ობიექტი არის ბიზნესი, ბიზნესის თავისუფლება და შემდგომ უკვე ამით ამოდის ზოგადად ეკონომიკაზე, რაც განასხვავებს თავიანთი მასწავლებლებისგან, რომელიც ავსტრიული სკოლის წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა მილტონ ფრიდმანს დიდი გავლენა აქვს ავსტრიული ეკონომიკური სკოლის, დიდი გულშემატკივარია პრაქსეოლოგიის, რომელიც მიზეზის ჩამოყალიბებულია თავის დროზე და რეალურად სწავლობს ადამიანის ქცევას და გადაწყვეტილების მიღების პროცესს. მილტონ ფრიდმანი მიიჩნევს, რომ ბიზნესის მთავარი მისია და მთავარი, ასე ვთქვათ, მიმართულება არის ის, რომ დააგენერიროს ქონება, ანუ ქონების მაქსიმიზაცია უნდა იყოს ბიზნესის მთავარი მამოძრავებელი. აქ ფრიდმანი ცოტა უფრო მეტად უყურებს ტექნიკური კუთხით და ამბობს რას, ხო, რომ ბიზნესი, რომელიც ვერ აგენერირებს საკმარის თანხას და მიდის კლებად უკუგებაში, ანუ მისი შემოსავალი რაღაც ნულოვანი მოგების ზემოთ არ მიდის, ეს ბიზნესი უბრალოდ განადგურებისთვის არის განწერული და რაღაც მორალურ საფუძველს აღარ უმატებს, რომ მაინც გაკეთდეს თუ არა. ნუ ბიზნესი თუ არ მუშაობს, უნდა გაუქმდეს მარტივი ლიბერტარიანული
ასე ვთქვათ, დარვინისტული მიდგომით გამოირჩევა. რეალურად რენდის თეორია კონკრეტულად ბიზნეს ეთიკის შესახებ ცოტა განსხვავებული არის. ცოტა კი არა, ფრიდმანთან კარგად განსხვავებული არის. ლოგიკური არის, რომ გრინის თეორიას აბსოლუტურად ეწინააღმდეგება, მაგრამ ფრიდმანთან მიმართებაში გვაქვს ეს სიტუაცია. აინ რენდისთვის რეალურად ზნეობრივად გამართული და მორალური არის ისეთი ტიპის ბიზნესი, რომელიც შესაძლოა რაღაც ყოველსავალ მოგებაზე ვერ გადიოდეს, ან რეალურად შემოსავალს ვერ აგერირებდეს, მაგრამ ასე ვთქვათ, ატარებდეს დამფუძნებლის ინტერესს, რომელსაც რეალურად დალაგებული აქვს თავის გონებაში, დალაგებული აქვს თავის თავთან, რომ ის რაც ქმნის, ეს რაც აკეთებს, მას აბედნიერებს, არის მისი პრიორიტეტი და რენდი გონება, რომ თუ ამას აკეთებს, რატომაც არა. ცოტა სასაცილო და უადგილო кейსი უნდა მოვიყვანო ამასთან დაკავშირებით. რეალურად Breaking Bad-ი ბევრს გვინახავს ალბათ და იქ თავარი პერსონაჟი არის Walter White. Walter White გამოირჩევა იმით, რომ არის რაღაც პედაგოგი და რამდენიმე მიზეზის გამო იწყებს მეტამფეტამინის შექმნას და აშენებს თავის იმპერიას. სამი ძირითადი ნაწილი არის Walter White-ი ამას რატომაც აკეთებს. პირველი არის, რომ მატერიალურად ჭირდება მეტი ქონების დაგენერირება, მეორე არის ის, რომ ძალაუფლება ჭირდება, იმიტომ რომ იქ არის რაღაც მომენტები, რომ რაღაც ძალაუფლება არ აქვს, ეს აწუხებს. რამდენიმე მომენტში ჩანს და მესამე არის ის, რომ არის ძალიან ჭკვიანი, ასე ვთქვათ, ქიმიის სპეციალისტი, მეცნიერი, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი უნარები და რეალურად სიამოვნებას ღებულობს მეტამფეტამინის ქიმიურ დამზადების პროცესში ღებულობს სიამოვნებას, ანუ ამ ქიმიურ რაღაც რეაქციაში, როდესაც მის ნივთიერება შედის, ღებულობს სიამოვნებას და რეალურად საბოლოოდ ფილმში ჩანს, რომ ის მეტამფეტამინი, რომელსაც დამზადებს, არის 100% სუფთად და გამოდის იდეალურად. აი აქაც სკოლების დამოკიდებულება კარგად ჩანს იმ ნაწილში, რომ რეალურად აინ რენდი გვეტყოდა, რომ თუ ის დამზადების პროცესისგან სიამოვნებას იღებს, არის აბსოლუტურად მორალური. აი თუ მაგალითად Walter White-ი ვერ მიიღებდა აქედან შემოსავალს და მხოლოდ დამზადებდა, ფრიდმანი გვეტყოდა, რომ თუ ის მოგების მაქსიმიზაციას ვერ ახორციელებს, აზრი არ აქვს არაფერს. არც თავისთავისთვის არის გამოსადეგი მატერიალურად, არც საზოგადოებას ადგება არაფერში, არც ეკონომიკურ სისტემას ადგება არაფერში და თუ დიდი ალბათობით რამეს არ შესვლის ის ბიზნესი ისედაც ჩამოინგრევა, ამიტომ ეს არის რაღაც ფიასკო, რაც აკეთებს. ამას გვეტყოდა ფრიდმანი. ეს არის ძირითადი განსხვავება ზოგადად ამ სკოლებს შორის. რატომ მივიდა რენდი აქამდე? ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ზოგადად ეთიკური ქცევა არის ზედნაშენი ღირებულებებზე. რენდი გვეუბნება, რომ ადამიანის სიცოცხლე არის მთავარი ღირებულება, უზენაესი ღირებულება. და ამისთვის გვეუბნება, ამის გასამყარებლად გვეუბნება ძალიან მარტივ მეტაბიოლოგიურ არგუმენტებს. ადამიანი არის ერთადერთი ცოცხალი არსება, სხვა ცოცხალ არსებებთან განსხვავებით, რომელსაც შეუძლია ორი პროცესის სტაბილურად განხორციელება. ეს არის მიზნის დასახვა და ეს არის რაღაც ნაბიჯების გადადგმა ამ მიზნის მისაღწევად. პირველ ნაწილში ინდუქციის და დედუქციის ინსტრუმენტები და გონება ჩართული არის მაქსიმალურად და შემდეგ უკვე იგივე გონების კარნახით მიზნის მისაღწევად ნაბიჯებს დგავს. რეალურად ეს მოცემულობა განსხვავდება ცხოველის მოცემულობისგან, რომელიც ნებისმიერ ინტერაქციას ახორციელებს ინსტინქტზე დაყრდნობით. მაგალითად, მოწამლული სოკო რო გავიგოთ, მოწამლული არ თუ არა, ამას ცხოველი მარტივად აკნოსვით გაიგებს ინსტინქტურად. მაგრამ ადამიანმა იმისთვის რომ გაიგოს მოწამლული არ თუ არა სოკო, უნდა ჩაატაროს ფაქტიურად ძალიან დიდი კვლევით საქმიანობა. ჯერ უნდა შეისწავლოს რა არის ზოგადად სოკო, რა არის შხამი, რაც ჩაატაროს ქიმიური პროცესები, ანალიზი და ამის შემდგომ, ასე ვთქვათ, ბევრი გონებრივი პროცესების დახმარებით უნდა გავიდეს შედეგზე, ხო? რეალურად სწორედ ეს განსხვავებს ფლორასა და ფაუნასგან. ეთიკურად გონება, მიზანი და თვითშეფასება არის ერთ-ერთი ეს ყველაზე გამორჩეული სამი ღირებულება, რომელიც ახასიათებს აინ რენდის ეთიკას. და გარდა ამისა, ამ სამი მნიშვნელოვანი პრინციპის რეალიზაციისთვის ჭირდება ზუსტად ის სათნოებები, რომელიც კარგად ვერ გადავთარგმნეთ, იმიტომ რომ რეალურად რთულია ვირტუოზ გადათარგმნო, პრობლემა იყო ეს სულ ჩვენ შემთხვევაში და საბოლოოდ მე როგორ სათნოებები ისე გადავთარგმნე. ეს არის რაციონალიზმი, პატიოსნება, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა, გულახდილობა, პროდუქტიულობა და სიამაყე. საბოლოო ჯამში ჩვენ ეთიკის ნაწილი რო შევაჯამოთ, რეალურად გვჭირდება შემდეგი რამ. შემდეგი რაღაცის დასკვნა, რომ სიცოცხლე არის ადამიანის თვითმიზანი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის რაღაც ციკლი, რა დროსაც ხდება რაღაც მიზნის დასახვა და შემდგომ უკვე რეალიზაცია ამ მიზნის და თუ რეალურად სიცოცხლე არ იარსებებს ამ ორ პროცესს ვერ განახორციელებ და ანუ ფაქტიურად
არსებობას ეკარგება ამ შემთხვევაში. და აქ უკვე შემოდის რაციონალური ეგოიზმის ნაწილი, რომ რეალურად საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვა არის ადამიანის პრიორიტეტი და ამ კონკრეტულ ციკლში, სიცოცხლეში ადამიანმა პრიორიტეტად უნდა დაიჭიროს ის, რასაც მიიჩნევს, რომ მისთვის სწორი არის, რასაც აყენებს თავარ მიზნად და შენ უკვე ნაბიჯები უნდა გადადგას ამის მისაღწევად. ნებისმიერი სხვა მორალური დაშვება, რომელიც ამ კონცეფციას ეწინააღმდეგება, არის ბოროტი. მაგალითად, ალტრუიზმი თავისი არსით გვეუბნება, რომ პრიორიტეტის გადადება, რომელიც რაციონალური ეგოიზმის შედეგად მოვიდა, შესაძლებელი არის რაღაც ზოგადი კეთილდღეობის პრინციპების გასამყარებლად, რაც აინ რენდის მიხედვით არის 100%-ით ბოროტება. გამომდინარე იქიდან, რომ სიცოცხლე და ადამიანის სიცოცხლე თვითონ ინდივიდისთვის არის რაღაც თვითმიზანი და არა რაღაც სხვების ინსტრუმენტი, რომ მათ მიაღწიონ რაღაც კეთილდღეობას. რა კონიუნქტურაზეც ეხლა ჩვენ შევჯერდით, ესეთი, ასე ვთქვათ, დღის წესრიგი დასაშვები არის და ყველაზე კარგად რეალიზდება იმ ეკონომიკურ სისტემაში, სადაც სახელმწიფოს ჩარევა არის მინიმალური. რა დონეზე არის მინიმალური, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, უბრალოდ მივხვდებოდით, რომ კაპიტალიზმზე არის საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ ნებაყოფლობით, თავისუფალ და თანამშრომლობით პრინციპებს ყველაზე მეტად ამყარებს კაპიტალიზმი. სანამ უშუალოდ გადავალ ბიზნეს კეისების ნაწილზე, მინდა რამდენიმე ასე ვთქვათ, ციტატა ამოვიღო იმ ნაშრომებიდან, სადაც აინ რენდი ბიზნეს ეთიკაზე საუბრობს და რეალურად მაინტერესებს თქვენი აზრი, კონკრეტულს დაეთანხმებოდით თუ არა. პირველი ესეთი დაშვება არის, რომ დაშვება არ უფრო კონცეფცია არის, ის რაც ლეგალურია, შესაძლოა არ იყოს მორალური. ეთანხმებით ამას? რატო? მაგალითად რომოს გამოარჩევდი? შეიძლება რაღაც კანონით შესაძლებელი იყოს რაღაცა გადაკეთება, ხო, ადამიანისთვის მორალურად მიუღებელი იყოს რა, ეს კონკრეტულად ამას მაგრამ ნებისმიერი ეს შეიძლება იყოს ეგეთი რა, რაღაც კანონით იყოს მიღებული, მაგრამ ამორალურად ხდეს ვიღაც. გასაგები. აი ხელის აწევით გადავიდეთ ხოლმე და ყველას ექნება საშუალება. თქვენ რას ფიქრობთ? მადლობა. მე ვფიქრობ, რომ აი მაგალითად ადამიანის სრულწყალოვანი როცა გახდება, უკვე აქვს უფლება, რომ ოფიციალურად ხელი მოაწეროს დაუშვათ თავისი ორგანიზაციის უფროს ადამიანზე. ხო, და შეიძლება კანონით ლეგალური იყოს, მაგრამ მორალური თვალსაზრისით არ იყოს გამართებული რა 20 წლის ხარდა. რაღაცა რო 16 წლამდე ვიღწეულ შეუძლია სექსუალური კონტაქტი დაამყაროს და მაგის გამო არ დაისაჯოს მაგალითად კი ბატონო, რეალურად დეტალებში რო არ ჩავიდეთ, მარტივი მაგალითი რაც შეიძლება მოვიყვანოთ არის მაგალითად ნებისმიერი ავტორიტეტული რეჟიმი. მაგალითად კი, აი ნაცისტური გერმანიის მაგალითი არის ყველაზე, ასე ვთქვათ, კაფიო, რომ რაც ნაცისტურ გერმანიაში სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობდა ნებისმიერი ფორმით იყო ლეგალური და კანონით გაწერილი და საკმაოდ მოწესრიგებული. შესაბამისად, ის რაც ლეგალურია და კანონი აძლევს მას ლეგიტიმაციას, შესაძლოა არ იყოს მორალური. კი. კი ბატონო, ეგ არის ზუსტად. მეორე ესეთი ამონარიდი არის არასდროს ეცადო რეალობის რაიმე ფორმით გაყალბებას, რაზეც პრინციპში უკვე ჩვენ ვისაუბრეთ, ამაზე აღარ გავჩერდები დიდი ხანი. რეალურად არასდროს ეცადო რეალობის რაიმე ფორმით გაყალბებას, აქ ორი მნიშვნელოვანი დეტალია, ერთი ის რომ გაყალბებით რეალობა მაინც ვერ იცვლება და უბრალოდ ინტერაქცია ფუჭდება ეკონომიკური, ნუ ჩვენ შემთხვევაში ბიზნეს ეთიკის კუთხით რომ მივუდგეთ, რომ რეალობა მაინც არ რჩება ისეთი, როგორც არ უნდა დავახასიათოთ ჩვენ და ჩვენ უბრალოდ ან ჩვენ თავს მოვატყუებთ ან პარტნიორს ან ვიღაცას უსტანაც გარიგებას ჭივართ. კი, რეალობის გაყალბების ცდელობით შეიძლება ვიღაც მოტყუდეს.
კი, სწორედ ეგ არის პრობლემა, ზოგადად სწორედ რენც არ უნდა ეგ და რეალურად გარდა ამისა ერთ-ერთი სათნოების პატიოსნების, ასე ვთქვათ, უკუგდება და მარგინალიზაცია არის ეს, თორე რეალურად რეალობის გაყალბებით შესაძლებელია კი ვიღაცა მოტყუდეს, მაგრამ რენდიც სწორედ მანდ არის, რომ ადამიანს აქვს აბსოლუტურად უნარი იმის, რომ თავისი გონებრივი ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ არ მოტყუდეს. და ამავდროულად არამორალურია ის, რომ მოატყუოს სხვა ამავდროულად. შეიძლება რა გადაგდეს მომებარდა და მიუხედავად რეალურად ატყობენ თუ არა. ხარ არ იმუშავებს მაინც კოპია, იმიტომ რომ ძალიან ძლიერ პროპაგანდას გავუძლო თუ მაგალითად თლიანად მაგას ისმის ადამიანი და არ შეუძლია მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სოფიოში უკვე საშუალება რომ გადახედო ინფორმაცია გადამოწვდა რეალურად გაიგო რა არის რეალური, მაგრამ მაინც მუშაობს რა ფაქტია. იცით რა არის? რეალურად მუშაობით მუშაობს მაგაში არც რენდი ეწინააღმდეგებოდა, არც მე ვეწინააღმდეგები, არც არავინ, რომ რეალურად თქვენ დაახლოებით ამ ეს რაღაცას, რომ ერთი ადამიანი ტყუილს რო ეტყვის მეორეს, რეალურად შეიძლება ეს ადამიანი მოტყუებული დარჩება თუ არა, მაგას ამბობთ. კი, იმის ეროვნებაში არასწორი ხარშერული და აზრიანება აპოლოგებს და ეს რეალობა არ არის შეასრულებელი და ბოლოს უკვე იმდენად მოდებლად უკვე ჩაუდგეს შეიძლება მაინც ხდებოდეს მაგრამ იდეალიზმის მითაღებს რომ ეს რეალობა თვითონ გონებაში და შეეცვალოს და რეალობა კი მაგრამ ამავდროულად აქ მნიშვნელოვანი არის რომ ციტატას რო დაუბრუნდეთ მოწოდება არის მისკენ ვისაც რეალურად ვინც ცდილობს რეალობის გაყალბებას რეალურად საბოლოოდ ვინც რეალობას აყალბებს პოლიტიკურადაც რო დაუფიქრდეთ ის რეჟიმი რეალურად ვერ ამთავრებს ხოლმე კარგად სადღაც საერთო ჯამში მე მაინც მივენდობი იმ არგუმენტს რომ რეალურად რეალობის გაყალბებით მივენდობი რა რეალობის გაყალბებით რომ რეალობა ვერ იცვლება ეს ფაქტი არის შეიძლება ვიღაც ადამიანები მოტყუდნენ მაგრამ მათ რეალურად აქვთ იმის შნო რომ არ მოტყუდნენ და რენდის ფილოსოფია სწორედ მანდ არის მნიშვნელოვანი რომ მოუწოდებს კითხოს ან მას ვინც ფილოსოფიას ეცნობა რომ ინდუქციის დედუქციის და სხვა გონებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით მაქსიმალურად აღიქვას ის რაც რეალობაში არის ასე ვთქვათ ავთენტური ფორმით რამის ხوار დაამატებდით ნაცნობი кейსია ბევრჯერ გაგვიხილავს აქამდე კი ხო, ნუ რეალურად საბოლოოდ მაინც არის ის, რომ ჩვენ კონკრეტულ აი ამ კონკრეტულ ბოთს ან ჭიქას როგორც არ უნდა შევხედოთ და როგორც არ უნდა ვუთხრათ სხვას რომ შეხედონ, საბოლოოდ მოცემულობა არის ის, რომ ეს ბოთლი არის ისეთი, როგორიც ეხა ხედავთ. ის არის როგორიც ხედავთ და რეალურად საბოლოოდ ადამიანს აქვს იმის შნო, რომ აღიქვას როგორი არის. აი ეგ არის აქ მარტივი message box-ი რის
იცით რა არის მთავარი ღირებულება არის ზოგადად ადამიანის სიცოცხლე. და ეს ადამიანის სიცოცხლე რეალიზაციაში გადადის ის პროცესი რო ავიღოთ, ციკლი რო ავიღოთ, ეს არის რაღაც მიზნის გენერირება თავის თავში და მე მისი მიღწევადი შემდეგ მიღწევადი გზის პოვნა, ასე ვთქვათ, მიზნის მისაღწევად და ეს მიზანი იფილტრება რაციონალური ეგოიზმით, რომ იყოს ეს მიზანი პრიორიტეტული მისთვის, რომელიც მას მიენიჭებს ბედნიერებას. აი ეს კონსტრუქცია ეგრე მუშაობს რენდა ზოგადად. შედეგებზე კი? ანუ ვერ გაექცევ რეალობის შედეგებს, ხო? აი რა კითხვაც დასვა პრინციპში პასუხი არის მაგაზე. ანუ მე შეიძლება მოვატყუე ხა ჩემ თავს რომ მაგ მაგალითად Lamborghini მიყენია იქ, მაგრამ რეალურად არ მიყენია და რაღაც დავაჯერო უტოპიურად თავს რომ მაქვს ან რაღაც სუსტად გრძნობ თავს და დავაჯერო რომ რავი, კარგად ვარ, ამან რაღაცა შეიძლება არ წარმომიგენია რაიმე სახის ტყუილი იმატერიალური გინდა რომელიც რეალურად სიკეთეს ემსახურება არ არსებობს ეგეთი აი მე ის დავამატებ ერთს აი ზუსტად გავიგე კითხვა ნაცის პირი ჯარისკაცი შემოგივიდეს და ებრაელი ხალხს რო ეთქას და რაღაც ტყუილია მაგაზე გადავალთ ეგ ცოტა მერე ეგ ცოტა მერე მაგ ხო ანუ მანდ როგორი რაღაც არის იცი მე გეტყვი მაგალითს რომელიც მე გამახსენდა როცა ვკითხულობდი რეალურად მანდ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, აი ცუდად რო ხარ და შენ თავს რო ეუბნები რომ კარგად ხარ. რეალურად მაგ დროს დავამთავრდა ეხლა მოგიბრუნდებით. კარგად ხო არ ხარ მაგ დროს, მაგრამ ეგ რაღაც ხო რაღაც გაყალბება არ არის, უფრო სტიმულაციის მიცემა არის საკუთარი თავისთვის, რომ აი კარგად ვარ და რაღაც წამიერად თითქოს შეიძლება ატყუებ თავს რო კარგად ხარ, მაგრამ ამას აკეთებ იმიტომ რომ ადგე და მაგალითად კარგად გახდე. რეალურად ეგ ნაწილი მუშაობს მანდ და ამითი საბოლოოდ უბრალოდ იმითი რომ კარგად ხარ, რო უთხრა საკუთარ თავს, კარგად ვერ გახდება. ეს სიცხე რო გაქვს მაგალითად, რომ სიცხე დაჯექი და ბლაინო ის ხო ვერ დაწევს სიცხეს. და ეგ ნაწილი არის მანდ რომ რაღაც სტიმულაციას შემოუძახებს საკუთარ თავს. აი თუ კითხვა სწორად გავიგე მაგ ნაწილში და მაგრამ უბრალოდ სიტყვიერად რეალობის შეცვლა თუ ცვლილება ფიზიკურად იგულისხმება რომ მე მაგალითად ცივ ოთახში ვარ თბილში შევიდე და ფიზიკურად გამოვისვალე თავს თუ ვატყუებ რომ თბილა ოთახში ვერ დათბება დაველოდები აი ძალიან მოკლედ ვიტყვი ხალხს მე მგონია რომ რეალურად ბევრად მარტივად უყურებს ამას რენგი კი საკმაოდ მარტივად ის ამბობს რომ რა ვიცი ანუ მაგალითად გაეთ რომ გავალთ და ნახავთ ეს არის დღე ანუ არის დღე და უნდა მივიღოთ ეგ მარტივ მოცემულობა ეი არის ეი კი ზედმეტის სიღრმის და დეტალიზაციის გარშე და მეორე მხრივ რასაც მგონია რომ კიდე არის უდიდეს კავშირში ამ რეალობასთან არის ის რომ შენ თუ ამ რეალობას გააყალბებ და იტყვის ტრიკი რეგლამენტა და შენ ამ სისტემატურ ხასიათს მისცემ ხო ანუ ამ ტყუილში ადრე თუ გვიან არ აქვს უბრალოდ პოლიტიკურ დონეზე თუ პერსონალურ დონეზე თუ პოლიტიკურ დონეზე ნებისმიერ დონეზე ფასს გადაიხდია ხან დიდს ხან პატარას ზუსტად ეგ არის ზუსტად ეგ არის უბრალოდ კი და ბოდი ბოლო კითხვა იყოს იმ თემაზე არ გავჩერდით პრინციპში უკვე ბევრი ვისაუბრეთ იმ თემაზე და აი ბოლოს დაამატებ და გავიართ გააჩნია რა რაკურსით უყურებთ, იმიტომ რომ ჩემთვის რეაქციაში რომ ცხრიანი იყოს და ასე შემდეგ. მე მგონია რომ მანდაც ძალიან მარტივად ფიქრობს რენდი, რომ ჩემი აზრით რენდი ფიქრობს, რომ შენ როგორი კუთხით კიდე ისე უყურებ, თავარია რომ რეალურად შენს წინ რაც დევს, უყურებ სამოტება არ წვიდა, ანუ რაკურს ამ შემთხვევაში არ მგონია. ანუ რაკურსი იმას მაინც ვერ შეცვლის, რაც იქ არის, კი? იმიტომ რომ შენი მხრიდან თუ ეგ რეალური მოცემულობა, it's okay, ანუ ჩემი აზრით. კი. შემდეგი ამონარიდი რაც არის შემდეგნაირი, რომ სნეობა მთავრდება იქ, სადაც იარაღი იწყება. სნეობა მთავრდება იქ, სადაც იარაღი იწყება. ეთანხმებით? იარაღი ზოგადად ძალადობრივ ქმედებას ნიშნავს, კი. ომშიც გძალავთ? თავდაცვა. მოდით ესეთი кейსი ავიღოთ, ისევ რენდის ხოვრებიდან ამოვიღოთ ეს кейსი. რენდი თავად იხდი და გადასახადებს. და მისი ფილოსოფია და ზოგადად პოლიტიკური განცხადებები აბსოლუტურად წინააღმდეგი არის იმისგან, რომ რაღაც
მინიმალურზე მაღალი გადასახადი დააკისრო ინდივიდს. მაგრამ თვითონ იხდიდა გადასახადს. კი, ეგ თემა ჩავხურეთ უკვე. აღარ მიუბრუნდეთ, ძალიან ყველაზე ისეთი თემა არის, რომ დიდი ხანი მიწევს ხელისფათური მაგას და ბევრი რაღაც ისახსნა. კი, ზუსტად ეგ არის. კი. კი, ეს რეალურად გუშინ დათში რო кейსი განიხილა, სადაც იარაღ მიბჯენილ პიროვნებას გადაწყვეტილება უნდა მიიღო, პრინციპში მაგ кейსის რენდიანული სოლუშენი არის, რომ რეალურად როდესაც იარაღი აქვს მიბჯენილი ადამიანს, ძალადობის პოტენციური ძალადობის ხერპლი არის, ან იარაღი აქვს მიბჯენილი ძალადობის ხერპლი არის, პოტენციური ცოტა ასე ვთქვათ, საჩოთირო სიტყვა და გამოტოვებ, ვითომ არ გაგიგიათ. მაშინ ვერ მოვთხოვთ ზნეობას და მორალურობას ვერც ერთ ვარიანტში. აი, რენს რო გადასახადები არ გადაეხადა, რეალურად წავიდოდა ციხეში. და აი აქ იარაღის მიბჯენის ფენომენი სწორედ მაგ ჩანს. კი, ნუ ეს კი. მეორე ნაწილი იყო რაც ირაკლი თქვა რომ მაგალითად თქვათ ნაცისტმა ჯარისკაცმა მიაკითხა ადამიანს რომელსაც ებრაელი ყავს დამალული სადღაც სხვა ოთახში ხო რეალურად ამ კაცმა თუ გასცა ეს ებრაელი ვერ მოვთხოვთ პასუხს იმიტომ რომ ასე ვთქვათ პოტენციური ძალადობის ხერპლი იყო მაინც ვიტყვი ამ ფრაზას აი ეს არის ყველაზე ისეთი ბიზნესზე ორიენტირებული საკითხი, რომ კონფიდენციალურობის ხელყოფლის წინააღმდეგ ბლეფი პატიოსნების ხელყოფა არ არის. ეხლა წარმოვიდგინოთ ესეთი кейსი, რომ მაგალითად თქვენ გაქვთ ბიზნესი და რაღაცას აწარმოებთ და შეიძლება ყიდით აქციებს, რაღაც გავს. რეალურად თქვენი ბიზნესის მომავალი დამოკიდებული არის ინფორმაციაზე, რასაც გასცემთ. ის ვიცით, რომ რაღაც ინფორმაცია ფასობს დღევანდელ დროში, მით უმეტეს ბიზნესში არსებული ინფორმაცია, მაგალითად პროდუქტის გამოშვებაზე ან რაღაც შიდა ადმინისტრაციულ ცვლილებებზე დიდ გავლენას ახდენს ზოგადად კომპანიის ღირებულებაზე. ამ შემთხვევაში რენდი გვეუბნება მეორე მხრივ, რომ პატიოსნება მნიშვნელოვანი არის, რომ ტყუილი არ ვარ, არაზნეობრივია, ამორალურია. აქვს თუ არა ადამიანს უფლება, რომ თვითონ ეს იქ ნახსენები ბლეფით გამოიზრინოს თავი, როდესაც ვიღაცა იკითხება თავისი ბიზნესის სამომავლო გეგმაზე. თქვენი აზრით. ხელი ავწიოთ და კი, თქვენ რას ფიქრობთ? ზოგადად ამ მიმართულებით პატენტი, მაგალითად პატენტის თემა ავიღოთ რა. ავიღოთ. და პატენტი გვაქვს, კანონებრივად არ გვაქვს კონკრეტულად დაკრძალული, რომ პატენტი და თუ დააპატენტე, მაგალითად აღარ შეუძლებს მას რომ გააკეთო. უბრალოდ მე აქ იმას ვერა, რომ პატიოსნების დაგება როგორ შეიძლება გასწავლო. პატიოსნება შეიძლება აქ ტყუილის ნაწილი ავიღოთ, ანუ მე შემიძლია თუ რომ მოგატყუოთ, ამ კონტექსტში რეგულირდება. ხო და გააჩნია მე რაც მომზადე, მე თუ ახლა მაგალითად მომზადე ვაქცინას, რომელიც კორონავირუსის არის დამზადებული თუნდაც 2020 წელს და მე მარტო მე გადავწყვეტე. ჩემი ბიზნესი მიზნებიდან გამომდინარე, რომ თუნდაც მე წარმატებას მახსოვს ვერ მივიღო, ცოტას დავამზადებ, მაგრამ მას ცოტას დავამზადებ. რაღაც მითქო მაგალი ფასიქება და არავის არ იცოდება სხვას. ეს ჩამოიღო პატიოსნება იყო. არა, აქ უყურეთ სხვა რაკურსი არის. აი მაგალითად თქვენ რო კი, აი ეგ რაკურსი არის აქ. კითხვა იყო ეს კონკურენციის დაბლოკვა ბიზნესის მიზანი არის ის რომ რაღაც არაზალადობრივად კონკურენცია ჩამოანგრიო როგორც ბიზნესის მართველის პოზიციიდან ეს საკმაოდ ასე ვთქვათ
კი, ანუ რეალურად საბოლოოდ შევაჯამებ რენის პოზიციას და გადმოვალ თქვენთან. რეალურად ისეთ მდგომარეობაში თუ შენი ბიზნესის სამომავლო ინტერესს ან ფიზიკურად, ან ფინანსურად დააზიანებს რაღაც კონკრეტული აზრის გავრცელება, რეალურად ვინც წინ გიდგას და გეკითხება, ეგ არის შენი ინფორმაციის ხელმყოფელი. შესაბამისად, მაგას წინააღმდეგ ბლეფი ამორალური არ არის. ატიოსნება შეიძლება არ შეიძლება არასოდეს იყოს შენი ბიზნესის იმიტომ რომ წირეხედო არის რომ მაგალითად ჩვენ ვიზარდ რომ მე მარტო მინდა რომ ხონდეს და მე მინდა რომ ეს ახლა მე ვიცი და სხვა მაგრამ ზეროდან და შოვიც რომ როცა მაგალითად მარტო მე მიხება ზეროდან პერსპექტივაში არ გადავწყვეტ რომ ამიტომ რაღაც განახლება გავუკეთო რაღაც და უფრო უკეთესი პროდუქცია გავუკეთო იმიტომ რომ მხოლოდ ესაა თავარი როცა კონკურენცია იქნება შესაძლოა სხვა საზოგადოება ჩვენ კონკურენცია უნდა განვითარებას ვიქნები ორიენტირებული და ამ ეტაპზე როცა მე არ ვაღიარებ და გავაზიარებ იმას სადღაც გავიჭედები სადაც ერთ საფრთხეზე ვიქნები და ძელბადიან ეტაპი შეიძლება პირიქით პატიოსნება არა მაგრამ ჩემ ბიზნესთვის დამაზარებელი საუბრობს კი მაგრამ ბიზნესისთვის დამაზარალებელი იქნება თუ არა მისი ასე ვთქვათ რეალურად განცხადება კი ბატონო საინტერესო რაკურსი არის თუმცა რეალურად ამ ასე ვთქვათ ამონარიდიდან საკითხი იდგა ისე რომ თუ ადამიანი დამალავს თავისი ინფორმაციის თავის ინფორმაციას მომავალი თავის ბიზნეს გეგმაზე არის თუ არა ამორალური. ეგ იყო მთავარი ყო. თქვენი პოზიცია პრინციპში გავიგე და ბოლოში შევაჯამოთ თუ კიდე ამ თემასთან იქნება დაკავშირებული რამე. ხო, რეალურად რამდენიმე კი არა და 4 ასე ვთქვათ кейსი ავიღე, ეს არის მეკრთამეობა, მოსყიდვა, ვაჭრობა, საეჭვო რეპუტაციის ქვეყნებთან, ეკოლოგიზმი და მწვანე მენეჯმენტი და მარკეტინგი და ტყუილის პრაქტიკა. ეს არის რეალურად 4 საკითხი, რომელზეც თქვენთან ერთად მინდა რომ ვისაუბრო. პირველი არის მეკრთამეობა, მოსყიდვა. მეკრთამეობა რას ნიშნავს? ანუ ტერმინოლოგიით გამარტებით რომ დავიწყოთ, ეგრე მგონია მე სწორი ხელწერა პირველად. ხელი ავიწიოთ კერძოდ არ შეიძლება მოხდეს ეს? ანუ ურკერძო სახელმწიფოს გარეშე ვერ ვიზავთ მაგას? ადამიანი რომ მოგხდება, კი. ან კონკურენტი კომპანიის დავშოთ თანამშრომელი კი. მოგხდება კონკურენტი კომპანიიდან გამოვიტანო ინფორმაცია. ნუ კი ბატონო, ეგეც ხო, ან იგი რაღაცა სარგებლის ან ინფორმაციის მოპოვება, ხელი ავიწიოთ ბოდიში გიხდით? ხელი ავიწიოთ. Okay. ძირითადად რა თქმა უნდა საბჭოთა სტრუქტურებშია, მაგრამ დავუშვათ როგორც ვკარცეს, სხვა კომპანიაში მოვისყიდვა ადამიანი, რომლის კომპანიაც ეს არ არის და იქიდან მიიღო რაღაც ინფორმაცია. თუმცა მე გთხოვდება იქ, როცა უკვე ამორალურ რაღაცას არ გავავალ. Okay. კომპანიის თავმჯდომარის როლი ხო ამ ინფორმაციის ყიდვა და მომყიდოს, უკვე გთხოვდება აღარ. Okay. მე არ გონია რომ საერთოდ კერძო სტრუქტურაში, ან კერძო ბიზნესში შეიძლება არსებობდეს მეკრთამეობა, როცა ძალიან მარტივად სახელმწიფო როდესაც აცხადებს პრეტენზიას სახელმწიფოებრიობაზე, სახელმწიფო თანაბრად უნდა უდგებოდეს წყალებში თავის რაღაცა განმსახურებით და ყველა იგივეს, ხო? ამ შემთხვევაში აშკარა სახელმწიფო შეიძლება ჰქონდეს მეკრთამეობა, ადამიანმა მეტი ფული გადაიხადოს, მეტი პრივილეგია მიიღოს სახელმწიფოსგან, არასწორად, ხო, სახელმწიფოს პერსპექტივიდან არასწორად. ბიზნესად შეიძლება მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ასე და ბევრი მაგალითად მემარჯვენე ავტორიც ესე ფიქრობს, რომ კერძო შემთხვევაში არ შეიძლება არსებობდეს მეკრთამეობა როგორც იდეა, ხო? ერთ შეგეკითხები. ხო, აი მაგალითად ადამიანმა გადაიხადოს, რომ ა ბიზნესის წარმომადგენელმა B ბიზნესის წარმომადგენელს გადაუხადა იმ ბიზნესის თანამშრომელს გადაუხადა გარკვეული ინფორმაციის სანაცვლოდ. ეს შეიძლება ჩაითვალოს შეულებრივი რაღაცა ოპერაციად, რომელიც ამ ორ ადამიანის შორის შედგა, უბრალოდ რაღაცა იმის სახით, რომ ამ ფული მისცა, იმან ინფორმაცია გაუცვალა ამის სანაცვლოდ, რომელიც შეიძლება მე გამოიყენოს ამ ბეს წინააღმდეგ. რა ხო დაზერვებული არის? ბოდიში დისკუსიის ფორმაც რომ მივიღებთ, ბოდიში დისკუსიის ფორმაც რომ მივიღებთ. ეს არის კონკურენციის და შეიძლება ჩაითვალოს შეულებრივი კონკურენციის ნაწილად, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ბიზნესის ლოგიკა რა არის, ხო, რომ მუდმივი კონკურენცია იწვევს მუდმივ სიამოვნებას, რაც ბიზნესს ანაწყობს. და კონკურენტების ჩამოსაშორებლად, რომ ბაზარზე საკუთარი პოზიციები მაქსიმალურად გაიმყაროს და ეს ფინანსური რაღაც ფასის მანიპულირება შეძლოს, მაგალითად ვთქვათ,
შეიძლება მიმართოს რაღაცა მსგავს ხედს, რომ მაქსიმალურად ჩაგეკითხებით, გავიგე პოზიცია ერთ ჩაგეკითხებით. მაშინ რა ნაწილში რა დავარქვათ ამ მოცემულობას, სადაც შენ გაქვს წარმოიდგინე ბიზნესი, მე მუშაობ შენ ბიზნესში. და რეალურად რაღაც ბენეფიტის გულისთვის კონკრეტულ კლიენტს რაღაც შენს მიერ გაწერილი ფინანსური პროტოკოლი თავიდან ავარიდე და ისე გავეცი მომსახურება. წარმოიდგინე შენ გაქვს ბიზნესი. და გაქვს კონკრეტული პროტოკოლი დაწესებული, რომ როდესაც კლიენტი მოვა, რაღაც უნდა გადაიხადოს და მიიღოს სერვისი. და მე რაღაც მაგალითად ნათესავია ჩემი, ან რაღაც ბენეფიტს მაძლევს, მაშინ მაგას რა ქვია? ხო და რა ქვია მაგას? ამ პროცესს რა დავარქვათ? მე რო გადამიხადონ პროტოკოლის გვერდით თავს, ან შენ ჯიბეში ფული არ მოვა, ჩემთან მოვა. რა ქვია მაშინ მაგას? მოტყუება არის, კორუფცია და ერთამეობა გარეშე. მარტო მოტყუება ხო არა? ეს როგორ რაღაც არის, პროტოკოლი თავიდან არიდება. მე რა შემიძლია, იცი რომ მე თუ ვარ ესე რომ ამის ხელმძღვანელი ჭალებში რა და ეს არ მოვაჩინე. ხო მე შემიძლია დაგითხო, ხო? კი, მაგას ვამბობ, უბრალოდ რეალურად დეფინიცია. კი, მაგაზე აღარც გავუსწრებ. კი. მოდი ვათქმევინოთ და გავაგზავნოთ, თორე დროში ძალიან ვიზღუდებით. მე არ ვისმის, ანუ როცა რაღაცა ტრანზაქციაზე ამბობ, რომ ეს არის ქთამი და არის ამორალური, როგორ შეიძლება რომ სიტყვაზე აქ თუ მოხდება სიტყვაზე რაღაცა X ადგილას თუ მოხდა არ ჩათვალო და Y ადგილას თუ მოხდა ჩათვალო. ქთამი სახელმწიფო აპარატში მოხდება, კერძო აპარატში არის ქთამი და ტრანზაქცია ვაირებ რაღაცა. ცხადია, რეალურად რო არ ვიდაოთ. კი. რეალურად რო შევაჯამოთ ამერიკულ დეფინიციას შემოგთავაზეთ, რომელიც ინტეგრირებული არის მის ასე ვთქვათ სამართლებრივ სისტემაში. კლიენტის და ბიზნესის წარმომადგენელს შორის ინტერაქცია, რომელიც ხორციელდება კომპანიის ოპერირების პროტოკოლის გვერდისავლით. რეალურად ეს არის მერქთამეობა/მოსყიდვა, რომელსაც რეალურად რენდი ეთანხმება. ნუ აქ მე ამაკ ამოღებული სახელმწიფო ნაწილი, თორემ მხოლოდ ბიზნესის წარმომადგენლებს შორის არის გულისხმობა, ბიზნესის და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის გულისხმობა. რეალურად თუ ეს ესია და ნუ რეალურად მე მჯერა რომ ესია და აი რენდიც ეთანხმებოდა ამ ასე ვთქვათ დეფინიციას. ჩაის დატოვების ფენომენი რესტორანში არის თუ არა მერქთამეობა მოსყიდვა? რატო? საინტერესოა. ერთ კითხვას დავსვამ და ბარემ თქვი. ბავშვი რო ტირის და კამფეს ვაძლევთ. ქრთამი არის? ეგ ზოგადად კერძო კორპორაციების მიერ რეგულირდება და ყველა პასუხი. კი, ეგ არის პასუხი რეალურად. კორპორაციას უნდა კონდეს საკუთარი შინაგანი რომელიც შეაფასებს საჭირო უნდა იყოს ფული რა უნდა ჩაითვალოს ქთამში და რაოდენობა როგორ უნდა იყოს და ოდენობა რა უნდა იყოს ასე შემდეგ. ეგ უკვე თვითონ ბიზნესმა უნდა დააწესოს და ის მიუტანის. კი, ზუსტად ეგრე არის და რენდის ეთიკას რო ჩაუღრმავდეთ, ის ხო გვეუბნება რომ მაგალითად დამფუძნებლის ინტერესის გამტარი არის თვითონ ბიზნესი. შესაბამისად, ის დამფუძნებელი იდეალურ შემთხვევაში და ნორმალურ შემთხვევაშიც კი თვითონ აწესებს ქცევის კოდექსს რესტორანში, იქნება თუ არა ზოგადად ჩაი იარსებებს თუ არა და როგორი პრინციპით იარსებებს, გადაწყდება შემდგომ ყველა თანამშრომელზე, თვითონ წაიღებს წილს ამ ჩაისგან, თუ ზოგადად დაუტოვებს იმას, ვისაც ჩაი ერგო. იგივე სიტყვაზე საბანკო მომსახურების დროს თუ კლიენტი რაღაცას აჩუქებს სიტყვაზე რაღაც პროცესთან, ეგეც შეიძლება თამის ეფექტი. სულ მაგით უნდა ახსოვოს კონკურენციის ამბავი რა. ვისაც ბედით ახალ გადაიქცეს, ის მიიღებს კერძო ბიზნესში. არგივია, რატო არ მე თუ ახალ ჩვენ ფასების ის ხო არ 10 წელი რაღაცას მოდი მეგეთო 30 პროფიტს რა. ანუ 40 და რეალურად ეგ არის. ვისაც ბედით ძალაუფლება, ვისაც ეს გადაიქცეს. ხო, მაგრამ აქ ჩაის დატოვების თემაზე იყო რესტორანში საუბარი. აი, ხო არა, ზოგადად კერძო ბიზნესში რა
კი, მაგაში თან ხდება ალბათ ყველა აკ ყოფი. შემდეგი საკითხი არა, რენდი არ ამართებს მეკრთამეობას, ზოგადად საკითხი იდგა აქ თუ რა არის მეკრთამეობა და რა შემთხვევაში არის შესაძლებელი რომ ბიზნესის ოპერირების პროცესში საჩუქარი ან რაღაც ჩაი ან რაღაც მაგდაგვარი ადამიანმა აიღოს. და რეალურად საბოლოოდ დაულაგდით იმაზე რომ ეს ზოგადად კომპანიაში გაწერილი არის პროტოკოლით და ამ პროტოკოლს უნდა დაემორჩილოს ყველა თანამშრომელი. გამომდინარე იქიდან რომ პროტოკოლი და გაწერილი არის დამფუძნებლების მიერ და ბიზნესი არის ინსტრუმენტი, რომელიც დამფუძნებლის ინტერესს ატარებს თავიდან ბოლომდე. ეგ იყო მოკლედ რო შევაჯამოთ ორი წინადადებით. ბატონო? არა, ეს დაგვრჩა რამდენიმე კიდე. რეალურად შემდეგი кейსი არის ვაჭრობა საეჭვო რეპუტაციის ქვეყნებთან. და ესეც შეკითხვა არის, უნდა ივაჭროს თუ არა მაგალითად საქართველოს ჩინეთთან, ან რუსეთთან, ან ირანთან. რატომ? დანიშნება რომ საერთოდ მეგრევე შემოსავლებს სადაც უპრობლემებს იქნება მითქო ეცადოს რომ იქნება არ მოგებია ერთია მორალობა და ამორალობის ვიღაცას შეიძლება მოსაწყვეტ და არ მოსაწყვეტ რა ვიღაც სული შეიძლება იყოს ჩინეთთან ასოცირებული რომ ჩინეთი ვაჭრობა რომ ცუდია მაგრამ ჩინეთთან ვაჭრობა შეიძლება მაგ სიტუაციაში არ ვაჭრობთ როდესაც მისგან ნაკლებად სანდო ქვეყნა შეიძლება იყოს ჩვენთვის რა და შეიძლება რაღაცა გააკეთოს ცუდი საბოლოო ჯამში ახლა ის არასადო იქნება რუსეთი იქნება თუნდაც რუსეთი იქნება ამერიკა იქნება რეალურად იმ ჩვეულებრივ ვაჭრობა გახსოვს ვაჭრობა ისე იქნება მათი ცუდები არანაირ ხალხს გასაგები ხო, ამ კითხვასაც შეიძლება ჩინეთთან უნდა ივაჭროს თუ არა, ეგრე ძალიან ბევრი კითხვა შეიძლება დაისვას, მაგალითად ირანთან უნდა ივაჭროს თუ არა. კი, ეგეც ჩემ კითხვაში იყო რეალურად. ზელანდიასთან უნდა ივაჭროს თუ არა. მაგასაც დავსვამ ბოლოში. კი. ხო და მან მოკლედ მგონია რომ როგორც სიტყვაზე ლეგიტი კორპორაცია რაღაცა სააქციო საზოგადოება გადაწყვეტდა თავისი ინტერესებიდან, პასუხისმგებლობიდან და ბიზნეს მიზნებიდან გამომდინარე ვინ რომელ სუბიექტთან უნდა ივაჭროს, აქედან მგონია რომ სახელმწიფომაც ესე უნდა გადაწყვიტოს. ერთ ჩართვას გავაკეთებ საეჭვო რეპუტაციაში გულისხმობა დიქტატორული ქვეყნები. არა მოკლედ დიქტატორული. კი, ან დიქტატორული ისეთი ქვეყნები, რომლებიც დიქტატორულ გზაზე არიან, ავტოკრატიული რეჟიმები მაგალითად. მადლობა. კერძო კომპანიები ჩვენ ბიზნესის მიდან უყურებთ. ბიზნესის პერსპექტივიდან უყურებთ ყველაფერს. საქართველოს კითხვაში იგულისხმება როგორც ქართული კომპანიები, ასევე სახელმწიფო ვაჭრობაც. მაგალითად. სახელმწიფო მიმოსვას ორივე კუთხით შეგვიძლია მივუდგეთ. პასუხი ერთნაირია საბოლოოდ. არა, ობიექტივიზმი სახელმწიფოს მიერ ვაჭრობას აღიარებს შესაბამისად აქვს სწორედ საერთოდ გამორიცხულია. კი. ანუ რომ სახელმწიფო როდესაც ერთვება ეკონომიკურ ურთიერთობაში უკვე დანაშაულია შესაბამისად მაგმოცემულობაში სწორი პასუხი არა. მაგრამ კერძო კომპანიებს ხო მაგაზე მოთამაშე იმ ნაწილში მარტო რომ გახსნას ესე რომ ამ ხალხებმა ივაჭრონ ერთმანეთთან და ურთიერთობა გქონდეთ ერთმანეთთან. გინდოდათ რაღაც თქვა. მე ცოტა ხანაერჩევდა რაჩნია არა ხოხის პოლიტიკას, თორე შენი ეკონომიკის 70% ჩამოყალიბებული არის რუსეთზე, რეალურად აქ ცალკე კომპანიებსაც კი აღარ აქვს უკვე იმის საშუალება და უშუალოდ ივაჭროს ევროპასთან. ხო, როცა იცვლება ქვეყნის პოლიტიკა და რაღაცნაირად ახლოვდება ევროპასთან, ევროკავშირთან და ასე შემდეგ ისეთ ქვეყნებთან, რომელიც საეჭვო რეპუტაციით არის სარგებლობენ, უკვე ბიზნესის მეტად თავისუფალია და მეტი გასახანი და შესაძლებლობა იძლევა, რომ დაამყაროს უკვე არასაეჭვო ქვეყნებთან, ხო? აქედან ახლა დღევანდელი სიტუაციით ჩვენი ქვეყანა როგორ პოლიტიკასაც აწარმოებს, იმ მიმართულებით ვითარდება ბიზნესი. გასაგებია. მე მაგ ამ საკითხთან დაკავშირებით ეს ხედვა, რომ ასევე თეორია, რაღაცა უბრალოდ თეორიას დახიან, რომ ორი მაგდონალდს ქვეყანა ერთმანეთთან არ არის. ეგით ისე არ გავიგოთ ახლა ეს საკითხი, რომ მაგალითად იზოლაცია შეიძლება უკრაინის კონფლიქტი გამოიწვიოს პირიქით. გახსნილობა და ეს ღიაობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს არა მხოლოდ ავტორიტარულ დემოკრატიულ ქვეყნებს შორის, არამედ ნებისმიერ ქვეყანათა შორის, დემოკრატიული იქნება ტირანიული, რაღაცა ტოტალიტარული, ავტორიტარული ფაზის შემდეგ, ეს განაპირობებს იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნები ერთმანეთთან დამოკიდებული ხდებიან და უბრალოდ არარაციონალური არის ამ კონფლიქტის გაღვივა ერთმანეთთან. ეხლა ის არგუმენტი მაგალითად, რომელიც არსებობს ჩვენთან ქვეყანაში, რომ აი რუსები სიტყვაზე თქვა,
რუსი ტურისტები არ შემოვიდნენ და არ უნდა არსებობდეს რაღაც რუსული სექტორი, ჭყალებში ბიზნეს სექტორი, რომელიც რუსეთზე არის დამოკიდებული, მარტივად რო ვთქვათ, ამავდროულად უნდა შევხედოთ მეორე საკითხი, რომ ისინი ცხოვრობენ ამისგან სარგოს, ხო ხდებით? ან თავის თავს დაიზიანებენ საბოლოო ჯამში. ხო ესე გამოდის და ანუ ესე რომ შევხედოთ ამ საკითხს, რომ მხოლოდ ერთი მხარე არა, ხო? საინტერესო. უალისტური ორი მხრიდან უნდა გამოიხედო, რომ დაინახო ის დამოკიდებულება, რაც საბოლოო ჯამში პაციფიზმს გვაძლევს პირით, ხო? ვიდრე იზოლაცია იწვევს რეალურად კონფლიქტს და არა თანამშრომლობა. საინტერესოა. რენდის პოზიცია ესაც გავაჟღერებ მაგ მიმართულებით. ცოტა დროში ვიწვევით და რომ დამთავრდება მე ვისწავ თქვენ გადმოვა თქვენთანაც ბევრჯერ შეკპირდით. რეალურად რენდი ზოგადად მნიშვნელოვანი არის თავიდან რომ ტერმინი დიქტატორული რეჟიმი აქვს. ეს არის ისეთი პოლიტიკური მოწყობა, სადაც რეალურად ყველა ასე ვთქვათ დარგი, რომელიც შეეხება სოციოკულტურულ ყოფას და ეკონომიკურ ყოფას კონტროლირებადი არის სახელმწიფოს მიერ, სასამართლო ინსტიტუტი არის მოშლილი და რეალურად ხდება უსამართლო დევნა, განსჯა ადამიანების სამართლებრივად და ასე ვთქვათ სიკვდილით დასჯა. ეს არის ის მახასიათებელი, რაც აქ დიქტატორულ სახელმწიფოებს. ესეთი ტიპის შესაძლოა კი, რაც რეალურად რენდის პოზიცია არის შემდეგნაირი, რომ ასეთ რეჟიმებთან ვაჭრობა, სახელმწიფო დონეზე სამწუხაროდ არაობიექტივისტურა ზოგადად, მაგრამ ხდება და სახელმწიფო შტოს მხრიდანაც და მით უმეტეს კერძო კომპანიის მხრიდანაც არის ამორალური, იმიტომ რომ ეს ნიშნავს ასე ვთქვათ იმ კონკრეტული რეჟიმის დაფინანსებას, გამომდინარე იქიდან, რომ ესეთ რეჟიმებში ძირითადად სახელმწიფო იღებს ფულს, მთავარი ეკონომიკას აკეთებს სახელმწიფო და შესაბამისად პირდაპირ ვინც ვაჭრობს ამ ქვეყანასთან დაფინანსებელი არის უშუალოდ იმ რეჟიმის. მაგრამ ესეთი კითხვა მექნება თქვენთან და მაინტერესებს თქვენი აზრი ნორვეგიაში მაგალითად, ანუ სკანდინავიურ ქვეყანაში. გადასახადები მაღალი არის. ანუ რეალურად საკმაოდ ჩინურ მოდელთან დგას, ახლოს არ დგას, მაგრამ საკმაოდ ასე ვთქვათ იმ გზას გადის, რაც გაიარა ჩინეთმა თავის დროზე, როდესაც გახდა პატერნალისტური სახელმწიფო. ნორვეგიასთან შეიძლება თუ არა ვაჭრობა, ან ნორვეგიულ კომპანიებთან, თვითონ ზოგადად სახელმწიფოსთან. ჩინეთსა და ნორვეგიას შორის ტოლობის ნიშანს არ დავსვამ. იცი რა, ტოლობის ნიშანი დაისვა პატერნალისტური ეკონომიკის კუთხით, თორე რეალურად რა განსხვავებაც არის, ამის პასუხია, ამ კითხვის პასუხი არის განსხვავება მაგ ქვეყანაში. ეს უნდა დავასრულოთ ეს საკითხი, რომ ნორვეგია არის ქვეყანა, რომელიც აღიარებს, ესე რომ ვთქვათ, კაპიტალიზმის სიკეთეს, თავის სოციალ-დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, თუმცა სოციალ-დემოკრატია ამბობს, რომ კაპიტალიზმი არის კარგი რამე, ანუ ყველაზე ეფექტიანი ეკონომიკური პრინციპი არის, თუმცა მუშაობს ეს მექანიზმი, თუმცა ამორალური. და მოდი მე გავამორალურებ ჩემი რაღაცა სოციალური. ჩინეთი როგორ უყურებს მაშინ? ჩინეთი ეს მანერტულა ჩინეთში უნდა გავუთვალისწინოთ, რომ არის ერთი პარტია, პარტიული სისტემა არის. არ არსებობს რაღაცა თავისუფალი გარემოსა, პოლიტიკური თავისუფალი გარემოსა და შესაძლებელი არის, რომ ამ პარტიას დაუპირისპირდე იდეის დონეზე. ამავდროულად ადამიანები იზღუდებიან, ნორვეგიაში შეიძლება იზღუდებიან გადასახადები და ასე შემდეგ, თუმცა ამ ორი სისტემის ერთმანეთთან შედარება კარდინალურად რესურსის თვალსაჩინოთაც არასწორი იქნება. სხვა რა კუთხით არის განსხვავება? სხვა რა კუთხით არის განსხვავება? საკუთრების ამბავი წამოყალიბდა, რომ მაგალითად ავიღოთ ნორვეგიაში მიუხედავად ბევრი ბეგარის გადასახადისა და ასე შემდეგ ვალდებულების, რომელიც სახელმწიფო გაკიცრებს, ამავდროულად შეგიძლია რომ გარკვეულ სექტორებში არ არის სექტორული შეზღუდვა, აწარმოო ბიზნესი როგორც შენ გინდა რეალურად. ნუ ეხლა რაღაც ჩინეთში არ გვაქვს ეგ? ჩინეთში არ არის. როგორ არ არის? არის. ჩინეთში არ შეგიძლია სახელმწიფო საკუთრების გარეშე მანქანათმშენებლობაში მაგალითად მიიღო მონაწილეობა. დარგობრივ შეზღუდვას გულისხმობ? ან მაგალითად ნავთობის მოპოვებაში ან ასეთ შემთხვევაში. აი მაგალითად ნებისმიერი კორპორაცია, რომელიც ჩინეთიდან რომელიმე ქვეყანაში შედის ან თვითონ ჩინეთში ფუნქციონირებს, არ არის დამოუკიდებელი. Xiaomi თუ გაგიგია, ყველას გავუგებ. Xiaomi-ს მიუხედავად იმისა, რომ Xiaomi ქვია. Xiaomi როგორც არის, ხო? რაღაც კონკრეტული ინდივიდები, რომლებიც ფლობენ წილს, ამავდროულად დიდი წილი არის სახელმწიფო საკუთრებაში. ნორვეგიაში სხვათა შორის. ნორვეგიაში არის რაღაც კონკრეტული ბიზნესი, მაგრამ არასწორები. იცი რა, მეცაც გეტყვი, ჩინეთში ბევრი გადასახადი ბევრად უფრო დაბალი არის, ვიდრე ნორვეგიაში. ვერ ვიტყოდი ერთია და ფაქტი მეორე, მართლა გადავამოწმოთ. გადასახადების ხობრივად განსხვავდება. კი. შემოსავალიც უნდა გაითვალისწინოს. აი ეს არის ხო? კი, მაგრამ წნეხი ბიზნესი რაღაც კუთხით ჩინეთში უფრო თავისუფალი არის ვიდრე ნორვეგიაში. ეგრეა. მაგაში არ დაგეთანხმები, აი აბსოლუტურად. არა, იგი ვითარი. მოამზადე რიცხვია დავილაპარაკოთ.
ეგ ჩინეთში რო შეიძლება სიტყვაზე ბიზნესის კონდეს თავისუფალი გარემო ხო მე და მიუხედავად იმისა რომ კომუნიზმია და პლუს კომუნისტთან ზემოდან დიქტატურა დაშენებული მაგის მიხედვით ის რომ ეკონომიკურად შეიძლება იყოს თავისუფლება შეგიმის დამსახურება რომ პარალელურად ეკონომიკურად ვთქვათ ინდუსტრიული ქვეყანაა და შესაბამისად მაგ კუთხით ანუ არის თავისუფლება რა ქვეყანაში რა ბიზნესის კეთების კუთხით იმიტომ რომ ინდუსტრიულ ქვეყნებში ანუ ბიზნესები მუშაობს მაგრამ პარალელურად არსებობს დიქტატურა და თავი განსხვავება ნორვეგიაში ეგაა რომ ჩინეთში დიქტატურა და ნორვეგიაში არაა დიქტატურა და ხო მაგრამ რაღაც კონკრეტულ მოქმედებებს ეკონომიკურ მოქმედებებს ხო იმპერატიული პრინციპით აკეთებს ნორვეგიული სახელმწიფო გეგმიური ვინ თქვა რომ არის უყურე მომისმინე რა ვთქვი რაღაც ტიპის გადასახადს იმპერატიულად ხო იღებს სახელმწიფო მექანიზმით გეგმიური ეკონომიკა რა შუაში გეგმიური არა და კერძო საკუთრება არ არსებობს დაგეგმილია ყველაფერი ცენტრიდან ვამთავრეთ მე არ მომია რომ სახელმწიფოებს ერთმანეთს ვადარებთ საკმარისი იყოს ყოველთვის რაღაცა ვაჭრობის სტრატეგიის რაღაცაში და პოლიტიკური მოწყობის ან პასუხის მანდ მიდის კი დემოკრატიული რეჟიმის დატაკება ერთმანეთთან რომ ჩვენ უფრო მეორე მხარეს და შევხვდეთ და დავინახოთ მეუბნებოდ ჯიმის წინადებას გადავაგრძელებ რა განსხვავება არის რეალურად ნორვეგიის პოლიტიკურ ეკონომიკურ სტრუქტურასა და ჩვენი პოლიტიკურ ეკონომიკურ სტრუქტურას შორის არ მხოლოდ ის რაც ჩამოთვალოთ სტანდარტები და ის მოპოვების არაერთად ერთმანეთთან და არაერთად ფარდობაში მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ მის სავაჭრო პოლიტიკას ჩვენსა და ნორვეგიის არის საკუთრებულად კარდინალურად განსხვავებული. ჩვენ სავაჭრო პოლიტიკა დამყარებულია პროცენტულ პოლიტიკაზე, ხდება ანაკონდა, რომელიც გულისხმობს ამ სესხების გაცემას ღარიბი სახელმწიფოებისა და შეთქმულებას ამას ანაკონდას სტილით მოხშავს. მაგალითად, ჩრდილოეთ აფრიკაში თუ პოლიტიკურ სიტუაციას თვალს ჩამოყალიბების გავლენაში ჩრდილოეთ აფრიკა მიშოვებს საფრანგეთის პოლიტიკურ გავლენის ქვეშ, მაგრამ ბოლო ამდენი თვის განმავლობაში ეს ასე არ არის. შეეძლო რუსეთი ყოფენ გავლენებს და ნორვეგიას მაგალითად ასე პოლიტიკური პერსპექტივა და არც ეგეთი ავტოკრატიული მისწრაფები არ აქვს. საკუთარი სავაჭრო შესაძლებლობებით გაავრცელოს საკუთარი გავლენა ჩრდილოეთ აფრიკაზე კი არა მის მეზობელ ევროპულ სახელმწიფოებს შორის და ჩვენ ლაპარაკობთ გავსებას შიდა ეკონომიკურ მოწყობასა ჩინეთსა და ნორვეგიას შორის ჩვენ უნდა გავვითვალისწინოთ ნუ ჯიმი მაგცანა რომ რეჟიმი მნიშვნელოვანია მაგრამ მხოლოდ რეჟიმის მნიშვნელობაზე არ არის საუბარი ასევე მნიშვნელოვანია რა საზოგადოება ცხოვრობს იქ ჩინური საზოგადოება 1959 წლის შემდგომ კომუნისტურ რეჟიმში ცხოვრობს ის მიეჩვია ცხოვრებას და საინტერესოა ჩინური პოლიტიკა განავითარა კომუნიზმში კაპიტალისტური ჩანთვისებები და ნუ ჩინური მოსახლეობის მიუხედავად მილიარდერი და დაბალი არის მუშიკო მაინც ახლა ბევრი ჩინელი იმის მიუხედავად და ახლა 40 მილიონი დამხმარებელში ცხოვრობს მაინც განვითარებული სახელმწიფოს შექმნა მოახერხეს და ნუ ნორვეგია შეიძლება დასავლური ცივილიზაცია ერთ-ერთი პლატფორმია კაპიტალისტური და სოციალისტური სახელმწიფოს შერწყმით დაუშვებელია მაგრამ დაუშვებელი როგორ არის რეალურად მინდოდა განსხვავება წარმოგეჩინა კი გასაგები ბოლო ერთი წინადადებით შევაჯამებ შევაჯამებ ერთმანეთს ჩინეთში ბევრად უფრო მეტალისტობის სტეიტ-ოუნდ კომპანიები ვიდრე ნორვეგიაში ეგ არის ნორვეგიაში შესულია ბევრი კავშირის კომპანია რომელსაც კი ბატონო პასუხი რაც რეალურად მინდოდა რომ მომეტანა თქვენამდე არის ის რომ ამ შემთხვევაში ობიექტივისტური ეთიკით ჩინეთთან ვაჭრობა არ შეიძლება და თქვით რატომაც არ შეიძლება ნორვეგიის შემთხვევაში შესაძლებელი არის ერთი მარტივი დაშვებით რომ რეალურად სახელმწიფო დონეზე ინდივიდუალურ უფლებებს აღიარებს კონსტიტუციურად და რეალურად ეს არის ასე ვთქვათ გადათარგმნა იმისა რომ რეალიზაციის ნაწილში აქ ინდივიდუალური უფლებების აღსრულების პრობლემა რაც გადაითარგმნება მაღალი გადასახადებით და კერძო საკუთრებაზე ასე ვთქვათ წნეხის გაზრდით განსხვავებით ჩინეთისა რომელიც ინდივიდუალურ უფლებებს კონსტიტუციურად საერთოდ არ აღიარებს მე გარეთ განვიხილოთ იმიტომ რომ ზუსტად ეგ არის მადლობა მინდა გადაგიხადოთ